გამარჯობა, თქვენ უყურებთ Microsoft Excel 2016-ის ვიდეო გაკვეთილს თემაზე თუ როგორ განუსაზღვროთ სიგანეს სვეტებს ავტომატურად. იგივე მოქმედებები ეხება რასაკვირველია სტრიქონებსაც. როგორც ხედავთ ეკრანზე არის მოცემული სვეტები, სადაც არ ჩანს სრულად შევსებული მონაცემი. ყოველი შემდეგი სვეტი, ასე ვთქვათ, ფარავს წინა სვეტს. ამის გაკეთება შესაძლებელია შემდეგნაირად. მაგალითად, მოვკიდოთ იმ ასოს და იმ ასოებს შორის გამყოფ ხაზს ხელი, რომელსაც გვინდა რომ გავუზარდოთ სიგანე B და C-ს შორის, მაგალითად, გამოვწიოთ და დავინახოთ რომ გაიზარდა. შემდეგ C და D-ს შორის და ასე შემდეგ. თუმცა თუ ორჯერ ჩქარა დავაკლიკებთ, თითოეული მათგანი გაიზრდება. მაგრამ ეს რომ სათითაოდ არ ვაკეთოთ, შეგვიძლია მოვნიშნოთ პირდაპირ მთელი ჩუქცლიანი ცხრილი და ორჯერ ჩქარა დავაკლიკოთ. რაც ნიშნავს, რომ ყველა სვეტი გაიზრდება იმ ზომამდე, სადაც მასში ჩაწერილი ტექსტი სრულად გამოჩნდება. ანუ არ მოხდება არც ერთი უჯრით, არც ერთი უჯრის გადაფარვა. იგივე მოქმედება შესაძლებელია გაკეთდეს სტრიქონებზეც. თუ დავუშვათ რომელიმე სტრიქონი არის უფრო გაწეული სიმაღლეში, შეგიძლიათ მონიშნოთ, დავუშვათ და ორჯერ ჩქარა დააკლიკოთ და დაპატარავდებიან. მაგრამ ასევე მინდა გაჩვენოთ შემთხვევა, როდესაც თქვენ შეიძლებათ კონკრეტულად ერთ ცხრილზე დაგჭირდეთ ყველა თანაბარი უჯრა. მაგალითად, მოვნიშნეთ ერთ-ერთი მათგანი გავზარდეთ რამ ხელაზეც გვინდა და როგორც ხედავთ, ყველა სვეტი იმხელა გახდა. მოვნიშნეთ სტრიქონები, ერთი მათგანი გავზარდეთ და გახდა ყველა იმხელა რამ ხელაც გინდათ. ეს იყო ვიდეო გაკვეთილი თემაზე თუ როგორ განუსაზღვროთ სიგანეების სვეტებს ავტომატურად ჩვენი ხელით, ასე ვთქვათ და თვითონ ეგივე ბრძანებების შესრულება შესაძლებელია format menu-ში, სადაც შეგიძლიათ მისცეთ auto-fixed row height მაგალითად, ანუ მოვნიშნოთ, აირჩიოთ auto-fit row height და ან column width და ასევე შეგიძლიათ ხელით ჩაუწეროთ რაღაც კონკრეტული ზომაც და აი ამხელა გახდება. ან მისცეთ უფრო პატარა, დავუშვათ 20. აი ესე დაპატარავდება. მადლობა ყურადღებისათვის.